გამარჯობათ მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას და ბატონი ზალს კიდე აქვს შეკითხვები, რომელიც თქვენ მიაწოდეთ და ვეცდებით რომ გერჯერობით ბატონო იმ შეკითხვებიდან გავაგრძელებთ, რომ პირველ ვერ დავასრულეთ წინა გადაცემაში. ჩვენ აქ ჩამოთვალეთ, ესე იგი გარკვეული პერიოდი კაცობრიობის საერთოდ დედამიწის, ასე რომ ვთქვათ, ცხოვრებიდან. ვიდრე ადამიანის შეადგენდა მასზე ფეხს და გაჩნდებოდა. და მოვედით იქამდე, რომ პერიოდი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ ამ მომენტში, არის ძალიან რთული პერიოდი ადამიანებისათვის და შევთანხმდით ბევრ საკითხებს. ზოგადად ვერ შევთანხმდით. და ესეც საკითხი, რომელიც ჩვენი ცნობიერების მიღმა არის და რთულია ამაზე საუბარი. აი ასეთი რამ მინდა გავარჩიოთ თქვენთან ერთად, რომ ესე იგი ასე როგორც ამბობენ, ბრაზილია ყველაფერს ჩვენთვის ახლა რას ასოცირდება? ბრაზილია პირველ რიგში ასოცირდება ფეხბურთთან, სამბასთან და ბრაზილიურ კარნავალთან. და ამის გარდა რომ მათ რამდენიმე ცნობილი პიროვნება გაქვთ, კიდე პელეს და იმას ავლაპარაკობ განიცავს მათ გარდა და გეტყვით რომ როგორც ვარაუდობენ მეცნიერები და კერძოდ NASA, მოგეხსენებათ NASA რაც არის, ამბობს რომ ბრაზილია უკრება გაქრობა 260 წლამდე. მიზეზი არის გლობალური დათბობა. ესეც მსგავსი თეორიები ძალიან ბევრია. ზოგიერთი თეორია ამბობს, რომ ევროპას მოუვა რაღაც დიდი უარყოფითი პროცესები და ევროპა აღარ იქნება. ზოგიერთი ამბობს, რომ ამერიკა აღარ იქნება. ამის თქმა ძალიან რთული, რატომ არის ბრაზილია და არა სხვა ქვეყანა. მე ერთი რამის თქმა შემიძლია, არსებობს რაღაც გარკვეული კანონები. ამ კანონებს მე თავის სტეპში. NASA-ს გამოკვლევებით არის ბატონო ეს ყველაფერი წლების განმავლობაში. სერიოზული ორგანიზაცია არის, მაგრამ NASA-საც ალბათ აქვს ესე თქვა თავისი შეცდომები. შეიძლება შეცდომა, შეიძლება სპეციალურად ლაპარაკობენ ადამიანობას ატყვილებენ და უნდათ რომ ადამიანება წავიდეს რაღაც გარკვეული გზით. ეხლა რაც მე ვხედავ ამ ბოლო 100 წლის განმავლობაში ის იმდენი მეცნიერი იყო, რომელიც არასერიოზულ, არასრულ თქვათ ინფორმაციას მიაწოდა ადამიანებას, რომ ადამიანობა წასულიყო არასწორი გზით. სხვადასხვა თქვათ მიზეზის გამო ვიღაცას ეს აწყობდა და ვიღაცას დღესაც ეს აწყობს. მე თქვათ როგორც სხვა დღეს უყურებს ტელევიზორები აქვს და სულ უყურებს ზოგიერთი არც უყურებს, მაგრამ თუ პოლიტიკას უყურებს და თქვათ რაღაც გარკვეული ხალხის გამოსვლას ტელევიზორში სხვადასხვა ქვეყნებში, იქ შეიძლება სხვადასხვა აზრი იყოს, მაგრამ ამ აქედან გამომდინარე გამოდის რომ საბოლოოდ თუ ეს ყველაფერი თქვათ მოусმინეთ თქვენი საბოლოოდ გამოიტანთ აზრ თუ სურვილი გაქვთ და აქედან გამომდინარე გამოდის რომ ან NASA იქნება ან თქვათ სხვა რამე ორგანიზაცია ბევრი რაღაცა რეალურია, ბევრი რაღაცა თბილად ამბობენ, იმიტომ რომ სპეციალურად რომ ადამიანება წასულიყო სხვა გზით, რომელსაც თქვათ ვიღაცას სჭირდება. იცით აი ეს გლობალური დათბობა სხვა ვერ უარყოფთ, არსებობს ესეთი რამ, ხო? არსებობს, მაგრამ ეს დაკავშირებულია ზოგადად თვითონ ადამიანზე რა ცხოვრებას გაყვება და რას გამოიყენებს ყოველდღიურად თქვათ იგივე. აი პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ აზერბაიჯანში ტარდება ერთი წელიწადია მე მგონი გლობალური დათბობის წინააღმდეგ რაღაც კონფერენცია. სადაც ჩვენებიც მონაწილეობენ, მაგრამ აი თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს ადამიანმა გლობალური დათბობის საწინააღმდეგოდ? კოსმოსური თქვათ პრობლემა თუ შეიქმნა თვითონ დედამიწას აქვს რაღაც გარკვეული თავისი გზა და ამ გზის გამოვლის დროს შეიძლება სხვადასხვანაირი ესე თქვათ მზე იქნება თუ სხვა რამე გამოიწვიოს ეს პროცესი. დედამიწაში რო ხდება და დედამიწაში რო ხდება რაღაც პროცესები აფეთქებებს ვამბობ, ასე ვთქვათ ხელოვნურად დაბინძურებებს. ეს ყველაფერი ხომ მოქმედებს? აუცილებლად.
მაგას გეკითხებით. ბოლო მონაცემებით, რაც ახლა მეცნიერები ამბობენ, მარსზე ნახეს ესეთი თქვათ ფაქტი, რომ იქ ყოფილა თურმე სიცოცხლე, მაგრამ დღევანდელ დღეს იქ სიცოცხლე ჯერჯერობით არ ვნახეთ. ხო, მაგრამ მე ეს შეკითხვა შედის ჩემთან აქ არის ხალხი, რომელიც აპირებენ კოლონიების გახსნას მარსზე მომავალში და უახლოეს მომავალში, მაგრამ მე გეკითხებ, ადამიანი, რომელიც აბინძურებს ყველაფერ ამას. გააჩქარებს ამ პროცესებს, მაგრამ ესეც კანონზომიერია, იცით, როგორც ბიბლიაში წერია, რომ რაღაცა გარკვეულ თქვა დროს, აი ამ თქვათ რწმენის პრობლემა თუ შეიქმნა და ადამიანობა რაღაცა გარკვეული რაოდენობით არ გაყვა რწმენას, აუცილებლად გამოიწვევს რაღაცა გარკვეულ უარყოფით პროცესს. და ეს ისევე ეხება რწმენას. ეხლა ის პიროვნება, ვინც უშვებს რაღაც გარკვეულ, ესე ვთქვათ, წამალს იქნება თუ ეს კომპონენტები, რომელსაც ხმარობენ სოფლის მეურნეობაში და იცის წინასწარ, რომ ამით შეიძლება დაღუპოს ადამიანობა, ის მიყვება იმ გზას. მე ახლა შეგახსენებ, ჩვენ მუშაობდით შავი ზღვის პრობლემებზე დავიწყეთ საუბარი და დარჩა საუბრის დონეზე. არავინ არ გამოგვეხმაურა საერთოდ. როცა ესე იგი შავი ზღვის გაკეთილშობლის პროცესზე საუბარი თქვენ გამოთქვით მაშინ ვარაუდით, რომ თუ ასე გაგრძელებოდა, შეიძლება შავი ზღვა ხდეს საფრთხე სიცოცხლისათვის. აი ამას საუბარზე გეუბნები. როგორც წინა გადაცემაში ვთქვით, რომ თუ არსებობს რაღაც გარკვეული ძალა, რომელიც გამოიწვევს რაღაც გარკვეულ პრობლემას დედამიწაზე, არსებობს ალტერნატივა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და რაღაც გარკვეული პროცესების ფონზე ადამიანობა მიიღოს ის სუფთა თქვათ სამყარო, სუფთა გარემო, ეს კვება იქნება თუ ზღვა იქნება, ნიშნულობა არ აქვს, მაგრამ თუ არსებობს გზა თქვათ მარჯვნივ, აქედან გამომდინარე არსებობს გზა მარცხნივ. აღმართი და უკუღმართი გზა, კი ბატონო. მთავარი ადამიანობას სურვილი ჰქონდეს და შეისწავლოს ეს გზა, რომელიც თქვათ გამოასწრებს რაღაც გარკვეულ პრობლემებს. მე არ ვიცი, ეს აზერბაიჯანში იქნება თუ თქვათ ბრაზილიაში იქნება ზოგადად კლიმატის ცვლა სხვადასხვა მიზეზების გამო გეოგრაფიულად გააჩნია რომელი ქვეყანა სად არის. აზერბაიჯანში უბრალოდ თავშეღების ადგილი იყო, სადაც სხვა ქვეყნის მეცნიერებმა მოიყარეს სხვა ქვეყნიდან და არსებობს აზროვნება. ჯერობდნენ ამ საკითხებს. იქ სადაც თქვათ დღევანდელ დღეს სიცოცხლე არ არის, ეს აფრიკაში არსებობს რაღაც გარკვეული ადგილები გეოგრაფიული, იქ არ ვიცი რამდენია ასეული წლის უკან, რამდენი ათასეული წლის უკან იყო ბალახი და იყო მე ვნახე თქვენს სახლში ყაზახეთთან ჩამოტანილი ბელტი, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც არაფერს თვითონ ნიშანწალი არ ჰქონდა და თქვენ მუშაობთ იმაზე, რომ რამდენად შეიძლება ამის გასაცვლელი. და ვიცი, რომ თქვენ ექსპერიმენტს წარმატებით განახორციელებთ. მე ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ ისე ვბრუნდები კვანტურ მექანიკაში, რომ კვანტურ მექანიკას აქვს საშუალება, რომ ვითომ არარეალური თემა არის, მაგრამ ამ დროს რეალურია, რომ ხაერიდან აიღოს რაღაც გარკვეული კომპონენტები და კვანტურ მექანიკას კი ბატონო. და შექმნას აი ამ მაგიდაზე რაღაცა გარკვეული ორგანოები, ხო, რომელიც საბოლოოდ გამოიტანს იმას, რომ ესე ვთქვათ, აი ამ მაგიდაზე წარმოიქმნას რაღაც გარკვეული დავარქეთ ეს სიცოცხლე. იგივე არის მიწაში, იგივე არის ვთქვათ წყალში. ადამიანს შეუძლია ჩაერევს ამ პროცესებში, აი ამ ვთქვათ ჭეშმარიტ საშუალებით, აი ამ ცოდნის საშუალებით და შეცვალოს ბევრი რაღაცა. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ნიადაგში, რომ ვთქვათ გაიზარდოს ნებისმიერი მცენარე, ჭირდება რომ იყოს რაღაც რაოდენობა მიკროელემენტების და თქვათ იგივე გუმუსის. და რაღაცა მიზეზების გამო ისევ ეკოლოგიდან გამომდინარე, რომელიც თქვათ კოსმოსის გამო მოხდა ადამიანს თქვათ იქ შეხება არ ქონდა, მაგრამ ისევ იქიდან გამომდინარე რა ადგილას თქვათ თავის გზაზე იყო დედამიწა და შეიცვალა ეს
ზემოქმედება სიცხე იქნება თუ სიცხე იქნება იმ თქვათ კონკრეტულ ადგილას ხო ну ეს კანონზომიერია იქიდან გამომდინარე რომ დედამიწას აქვს გზა რომელსაც ჩვენ ვერ შევაჩერებთ მაგრამ არსებობს საშუალება რომელიც შეცვლის აი ამ პრობლემებს კი მაგაც გეკითხება ზუსტად შავი ზღვაზე მაზუთი ჩავლის მერე თქვენ გქონდათ იმის საშუალება და სწორიც რომ შეჭიდებოდეთ ყველაფერ ამას გაგეწმინდათ გქონდათ მიკრობები რომელიც შეახრამულებდნენ მას რა ქვია მამნე ელემენტებს რომელიც წამლებდა ზღვას ეს რეალური გზაა ახლა ამ გზასაც თქვა თუ შავ ზღვაზე ელაპარაკი იმასაც დაჭირდება რაღაც გარკვეული დრო როდესაც თქვა იგივე ბაქტერიები რომელსაც შეიძლება გაამრავლოთ განადგურებს რაღაც გარკვეულ ისე თქვა არასასრულ ნივთიერებებს მაგრამ მერე პრობლემა შეიძლება შეიქმნას რომ ამ ბაქტერიების რაოდენობაც უარყოფითად იმოქმედებს მაგრამ ისევ ბრუნდებით პროცესს მართავ თუ დაიწყებს თავიდან ეს მართლა შეიძლება და არ ვიცი რატომ არ ესმით ზოგიერთს ვისაც ხელში არის საშუალება რომ ეს თქვათ პრობლემა მოიხსნას მაგის გახორციელების შეიძლება ესმით მაგრამ ახლა ისეთი პროცესები დაიწყოს სოფლიოში ომები ასე ვთქვათ რომ ჩვენ გარშემო ყველაფერი დუხს რომ იტყვიან შეიძლება ამის გამო ვერ გადადგეს ნაბიჯი ამ მიმართულებით გამორიცხული არ არის გლობალურად შეიძლება ესე იყოს მაგრამ ესე ვთქვათ რაღაც გარკვეულ კონკრეტულ კომპაქტურად ადგილებში შეიძლება ეს ომი არ მიდას თავის საქმე გაკეთდეს იცით დღეს თუ გაკეთა ზოგადად საქართველოში რაღაც გარკვეული ცდები და ვარქვათ პროცესები გავიარა ადამიანობა ნუ ქართველი ამ შემთხვევაში და მიიღო კონკრეტული დადებითი შედეგი ეს ომი მუდმივი არ არის ადამიანის ისტორია რაღაცა ეტაპზე გაჩერდება, მაგრამ აი ის ცოდნა რაც შეიძლება ჩვენ მივიღოთ აი ამ პროცესების ხოლმე მოუყვებით და ამ ინფორმაციას მივცეთ სხვა ქვეყნებს და ისინი გააკეთებენ ამ თქვათ ამ ცევში ატარებენ, მაგრამ საბოლოოდ გამოიყენებენ ამ ცოდნას იმისთვის, რომ მიაღწიონ იგივე დადებითი შედეგი. ეგ კანონზომიერია ეს მეცნიერები ვინც მუშაობს კონკრეტულ რაღაც გარკვეულ საკითხებზე ну იგივე თქვა ტელეპორტაციაზე დღეს ინტერნეტი რო გახსნათ წაიკითხოთ უამრავი მეცნიერი მუშაობს ამ თემებზე და აუცილებლად რაღაც გარკვეულ დონემდე მივლენ მერც რომელ ქვეყანაში უფრო წინ იქნება მაგრამ მე ახლა გამახსენდა თქვენ ქონათ კარგი ურთიერთობა ბალტიისპირელ მეგობრებთან თქვენ დანდებოდით იქა და რამდენიმე ლექცია წაიკითხეთ მე ისინი ჩამოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ გადავიღეთ მოხდა კარგი შეხვედრები მაგრამ ეხლა მაინც რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა ისინი პრინციპში გადიან იგივე თქვათ გზას რაც მე გავლილი მქონდა აკვირდებიან თქვათ იმ მონაცემს ან თქვათ იმ გარკვეულ მე ვიცი რაღაც გარკვეული საშუალებები რომელიც უნდა გამოიყენონ სოფლის მეურნეობაში და ნუ მოვალ წელიწადს თუ მიიღეს და მე მგონი დარწმუნებული ვარ დადების შედეგს ისევ ჩამოვლენ და გავაგრძელებთ აი ამ გზას ძალიან კარგი შეგი წინ მიდის ჯერჯერობით აუცილებლად მაგრამ ანუ კონტაქტი გაქვთ ამ აუცილებლად ისინი რომ მიიღებენ შედეგს მაგათ გარშემო სხვა ხალხი არის რომელიც იგივე საქმეს მიყვება თქვა სოფლის მეურნეობაში და იმაცაც ექნება სურვილი ამ თქვა ის საშუალება რაც მე დღესდღეობით უკვე მივახცე ვაკეთებ გამოიყენო და გავლენ რაღაც გარკვეული გზით თვითონაც გამოიგონო რაღაცას მსგავს შეიძლება რომელიც აჯობებს ჩემ თქვა დანამატს ეს კანონზომიერია იგივე არის მეცნიერებაში ამერიკაში იქნება თქვა იაპონიაში ცდილობენ რომ მიაღწიონ რაღაცა გარკვეულ ესე ვთქვათ ჭეშმარიტობამდე მივიდნენ სხვადასხვა თქვა მიმართულებით და მე სწავლობენ რაღაც გარკვეულ მონაცემები არსებობს სხვა ქვეყნ რომელიც გაიარა იგივე გზა
რა შემთხვევაში მიიღეს უარყოფითი შედეგი, ან თქვა დადებითი. ეს განუზომიერი. თქვენ ახლა საუბრობთ ასე ვთქვათ მარსზე სიცოცხლის არსებობას. რაღაც უნდა წაიკითხოთ ახლა ბოდიშმოვთ დელემაგურებს წავიკითხო ამოწერილი რაღაცა და წავიკითხო თქვენ გამართ. ესე იგი ადამიანები მთვარეზე მარსზე ცხოვრებას 2040 წლიდან შეძლებენ. ამას ამტკიცებს ევროპის კოსმოსური სააგენტო ESA ასე ვთქვათ შემოკლებით დედამიწის მიღმა მუდმივად კოლონიებს გაშენებას აპირებს სწორედ ეს ორგანიზაცია ESA-ს და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა რომ შესაძლებელია და ესე გუახლესით 15 წლის შემდეგ შეიძლება შეიცვალოს კოსმოსის ათვისების და შემოიღოს კოსმოსის ათვისების ახალი მეთოდები და შეიქმნება ესეთი პირობები რომ ადამიანს შეუძლია იცხოვროს მთვარეზე და მარსზე. ახლა ეს მეჩვენება დღევანდელი მიმართულებით სასწრაფოდ, მაგრამ ასევე სასწრაფოდ მესმებოდა მეჩვენება თავის დროზე მობილურის არსებობა და ბევრი რაღაცები, რომელსაც შემდგომში, ასე ვთქვათ, ფაქტო გავრცელება პოვა. თუ ადამიანობა აი ამ თავისი თქვათ მოარყოფით მოქმედებით არ გაანადგურა ერთმანეთი რაღაცა გარკვეულ ეტაპზე ალბათ ეს ჭეშმარიტობა არ მგონია რომ ეს მოხდეს 15 წლის განმავლობაში და ის მეთოდე წელს რომ მიაღწიონ ესმა ჩემ მეგობრებს ეთქვა კი სკაფანდრებით ალბათ შეიძლება ეკავიდეს სკაფანდრი კონცეფცია მე ჩემ მეგობრებს რომ ამას ეთქვა თვითონ ეჩქარებო ამ ესასხმევანებს რომ მოესწროს ყველაფერს ამას ბევრი ინფორმაცია ადამიანს უწოდებენ იმისთვის რომ ადამიანმა თქვათ წავიდეს არასწორი გზით ძალიან ბევრი და ალბათ ესეც იგივე თემა არის რომ ადამიანს ფსიქოლოგიურად შიში არ ექნება რომ თქვათ ხვალდაზე no ეკოლოგიიდან გამომდინარე რაღაც უარყოფით. ხო, მაგრამ ჩვენაც გვია მომავალი ტექნოლოგიები. ესეც თავარი ესეც მომავალი ტექნოლოგიაა, ხო? მომავალი ტექნოლოგია, მაგრამ იცით ახლა რომ წავიდეს იგივე თქვათ მთვარეზე. იქ ჭირდება თქვათ ჟანგბადი. ჭირდება რაღაც გარკვეული კომპონენტები. არა მარტო მთვარეზე, მარსედაც და ყველგან. ნუ სხვაგან, ხო. მაგრამ აი ამ პროცესებს ყოფნის 15 წელიწადი. ხო და ამბობს ეს კაცი რომ ყოფნის. ეს რაღაცას გვატყვის. ახლა ევროპისგან ჩვენ ბოლოს დროს ბევრი ტყუილი მოგვისმენია და ეს ახლა ერთ ტყუილი ზენმედი იქნება თუ მაგრამ თუ გაამართლა ხო კარგი. არა, იცით რაღაცა გარკვეულ ეტაპამდე თუ თქვათ იგივე ადამიანმა თავის თავს არ მოსწობს დედამიწაზე ამ დონემდე მივა. მაგრამ არა მგონია რომ ეს იქნება 15 წლის განმავლობაში. ამასով ბატონო ახლა სულ ახალი ინფორმაცია არის ალჟირის და ტუნისის ტერიტორიაზე იპოვეს მერკურის ელემენტები. ახლა მერკურს ჩვენთან რა კავშირი აქვს? არის პლანეტა რომელიც შეიძლება ყოფილიყო იცით იმ მერკურს შეიძლება შეეჯახა რაღაც გარკვეული ობიექტი ამ შეჯახის როგორც ამბობენ მზესთან სიახლოვემ გამოიწვია მისი ზოგიერთი ნაწილის მოწყვეტა იქიდან და შემოვარდა ქვენეთსორში დაიწვა და მაგრამ 25 კილოგრამიანი ლოდი წინახეს აგერ ალჟირში. აი ნუ ეს ისევ დაკავშირებულია თვითონ ალბათ ვერ მოშორდებოდა თავის ესე თქვა პლანეტას ან თვარეს იქნება თუ თქვა რაღაცა გარკვეული იგივე თქვა მარსი იქნება თუ ან მერკურიდან გამიკვირდა ძალიან შორს არის ჩვენგან საერთოდ ამაგას ყველა შორს არის მაგრამ იცით ჩვენ ამისინად თქვით რომ დრო არის პირობითი ხო მაგით მაგალია ჩვენ ახსენეთ რომ მე ბრძანეთ ძალიან გაკვირვება გამოიწვია ხალხში და ეს ასახსნელია ჩვენობა საზოგადოების რომ თქვენ შეიძლება აქაც იყოთ და მარსზეც იყოთ ერთამევე დროს. აი ამას როგორ ახსნით? რომ ნადარეშვილი შეიძლება იყოს აგერ ქართული ტელევიზიის სტუდიაში და ამაზე იყოს მარსზეც. გააჩნია რას გულისხმობთ და რა დათვითრავს აი ამ თქვათ გენადარეშოს რისგან არის შექმნილი. აქ ლაპარაკი არის გაკრას იმაზე
რომ თქვა თუ არსებობს ისე თქვა ეს ტელეპორტაციის საშუალება ხო რომ ეს ტელეპორტაცია არა მარტო თქვა სცენარეზე გაკეთეს არამედ ცოცხალ არსებობაზე ის ადამიანი იქნება თქვა ცხოველი მაგრამ როგორც მე ვთქვი რომ შეიძლება აი ამ ენერგიიდან შეიქმნას რაღაცა მატერიალური უჯრედების რაოდენობა რომელიც მე გამოიწვევენ რაღაცა გარკვეული თქვა სცენარის ზრდა თქვა ადამიანის გააჩნია რაოდენობა და რა დატვირთვა ეს იგივე მომენტია მე თქვენ ახლა მარზეც ვართ ზოგადად რაღაც გარკვეული ენერგიის საშუალებით აი ეს ენერგია გამოიწვევს ჩვენი თქვა ფიზიკური ჯერ ფიზიკური მე ქიმიური წარმოქმნა იმისთვის რომ ჩვენი გავხდეთ აი ამ მდგომარეობაში როგორც ახლა ჩვენ ვართ ამ სხეულის თეორიულად როგორ შეიძლება მატერიალსაც შეიძლება მაგრამ ადამიანობა უნდა გაიაროს რაღაცა გარკვეული გზა რომ ეს რეალურად იმ გაგებით რა ჩვენ ვესმის სამყარო მოხდეს თორემ თვითონ სამყაროში ხო იმ იოგებს ზოგადად ხო იმათ რწმენა აქვს რომ მაგენ არიან თელ კოსმოსში და რომ მიდიან ამ თქვათ ზოგადად მდგომარეობიდან მე მაგათი სული თელ კოსმოსში განაწილდება ბობოქრობს ну ესეთი რწმენა აქვს სინამდვილეში ალბათ რეალობა არის თუ თქვა ჩვენ ჩავიხედეთ ისე კვანტურ მექანიკაში ეს ის არის რასაც ჩვენ ბიბლიაში წერია რომ თქვა ადამიანობა მოვა რაღაც გარკვეულ ეტაპამდე როდესაც გადავლენ აი ამ თქვა სხვა განზომილებაში ეს იქნება ჯოჯოხეთი თუ სამოთხე აქ ესეც განზომიერია იქაც გულისხმობენ აი ამ ენერგიას აი ამ სულს თორე თვითონ ადამიანი აი ამ სხეულით რაც ჩვენ აქ დედამიწაზე ვარ იქ არ ვიქნებით მაგრამ ისიც არ არის თქვათ რეალობა რომ ჩვენი შევიქნათ როგორც თქვა სხეული წარმოიქმნას სულს და აი ამ ენერგიას პრაქტიკულად ნებისმიერი ძალა აქვს და ნებისმიერ თქვა თავარი კარნახი იყოს ვიღაცა მისცეს ეს კარნახი და ადამიანი შეიძლება გადავიდეს ნებისმიერ პლანეტაზე და იქ წარმოიქმნას თქვა იგივე ჟანგბადი მაგრამ ამას აქვს ალბათ თავისი ისტორიული მომენტი ადამიანი რაღაცა გარკვეულ გზას გაივლის და არის განადგურებს თავის თქვა დედამიწაზე ყოფნას მაგრამ სული ვინც თქვა დაამსახურა ამის საშუალებას წარმოიქმნა სადღაც სხვა ადგილას და მე აი ამ სხვა სფეროა და სხვა სულის თქვა დახმარებით წარმოიქმნება სხეული ამის თქმა მიჩნევს მაგრამ რეალურია ჩვენ ცოდვილი დედამიწაზე დავუბრუნდით ახლა ჩვენ საბერძნეთთან მოგვიდა ასე ვთქვათ წერილი კი არა უბრალოდ შეკითხვა აი არაფერს გემო არ აქვს წერს შორისი აქაუს არც ლობიოს არც კიტრს არც პამიდორს მე ვუთხარი ჩვენთანაც ისეთი მდგომარეობა არის წერს არაფერს არ აქვს თავისი გემო აი ზუსტად იქნება ამას ვერ ვერწმუნდით თქვენ ახლა ვიცით რასაც იწვით რომ მოწამულია ყოლებაზე მაგრამ მაინც როგორ შეიძლება ადამიანი ამას შეებრძოლოს ბაზარში ამას ვერ შეებრძოლოს არ გამოიყენოს ქიმიას ხო მაგრამ ბაზარში ამის მაგრამ ამიტომ მე კი ურჩია რომ უკეთესია თუ გაქვს საშუალება მოთოხნე დაბარე დათესე დარგე და უკეთეს მიიდა თუ ეს ისეთი ტენდენცია არის რომ ფსიქოლოგიურად ადამიანს ნებისმიერ ანუ რაღაც გარკვეული რაოდენობით უმეტეს შემთხვევაში უნდათ რომ მიიღონ თქვა არა 1 კილო პამიდორი მაგათ უნდათ რომ 10 კილო მიიღონ და სულ არ აინტერესებთ შემადგენლობა პამიდორში ხო ბევრი იყოს და ფსიქოლოგიურად ეს მოქმედებს უკვე მთლიანად თქვა იმ ხალხზე რომელსაც თავისი ბაღი აქვს და თვითონ მოყავს რაღაც მე მოვყარე მაგალითი ბატონო ჩვენ ხო წილკანზე ხშირად საუბრობთ ხო მაგრამ
არის სასწავლო და იმიტომ ამბობთ იმ მამაშვილი გეთიაშვილებთან დაიცი დაიწყეთ თქვენ დაითესა ჩინური პამიდორი ხო? დარგვა კი არა დათესვა მოხდა თავიდან მაგრამ თქვენი წვეთების შემდეგ ამ შეიცვალა ფორმატ, გემოც, რაოდენობა, წონაც ყველაფერი და იქცა არაფჩინოთ უკვე ქართულ პამიდორად. ეს როგორ მოხდა ეს პროცესი მთლიანად? იცით ისე ჩიტილები არ მაქვს ხედავება შეიძლება პამიდორის წესს. გარემოც თავის ფუნქციას ასრულებს. ჩინეთში თქვა სადაც თესავდნენ ეს მოხდა არა ეს მოხდა საფურში. იქ საფურში მოხდა. მაგრამ გარემოსაც აქვს თავისი ზემოქმედება. ალბათ ყურძენი სადღაც წარმოიქმნა ზოგადად დედამიწაზე პირველი თქვა რაღაც ადგილას პირველი თქვა სცენარი. პირველი ვარ საქართველოში ხომას ვერ გადამართ. არა, მე ზოგადად ვამბობ. და იქიდან მე განაწილდა სხვა ქვეყნებში, მაგრამ იქიდან გამოდი რომ სხვა ქვეყანაშია, იმას თავისი გემო აქვს, თავისი თქვა რაოდენობა არის, თავისი თქვა დადებითი ან უარყოფითი ფაქტი აქვს. ეგ კანონზომიერია. ეს დამოკიდებული მიწაზე, ჰაერზე, მზეზე და ყველაფერზე. კი. რა კუთხით თქვა მზე ну თქვა აღწევს აი ამ სცენარეს. ჩინეთში თავისი თქვა რაღაც გარკვეული კუთხეები აქვს ჩვენ სხვა მე ალბათ რაოდენობრივად ის ხივის რამდენი მოდის აქ რამდენი მიდის იქ მე ეკოლოგიურად ზოგადად რა პროცესები მიდის იქ არა ადამიანის ჩარევის მერე თვითონ თქვა ბუნებრივი იმიტომაც არის სხვა აი მაგალითად ჩვენ რომ ნახეთ ბატონ ჯუმერ ბადიაშვილის ნაკვეთი მაშინ წეროვანში პამიდორი რომელიც თითქმის კილოგრამი ხო უფრო მეტიც თავიდან მეგონა რომ აი რომ რაღაც სპეციალურად რო გაზდიან მაგრამ არ თქვენმა წვეთებმა გადაწყვეტეს გაზეების შემდეგ და მას ჰქონდა აბსოლუტურად იმ პამიდორის გამო რომელიც 60-იან წლებიდან მოხდება ჩვენ კიდე ჯერჯერთაობას. ну აი ამ თქვა წვეთები რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ იმ შემთხვევაში ჯუმერ ბადიაშვილთან იმ გაგებით რაც ადამიანი ну იცის გარემო იცის ამ თქვათ რა ხდება თქვათ ბიოლოგიურად ან თქვათ ფიზიკურად და იცის რომ არსებობს რაღაც გარკვეული ნაწილაკი რომელსაც ნუ პლანკის ნაწილაკი ქვია და აი ამ ნაწილაკის პატარა ესე თქვათ სამყაროში არაფერი არსებობს ეს უზის თავში ამ დროს ჩვენ გამოვიყენეთ ისეთ დავარქვათ ნაწილაკი სინამდვილეში ეს ტალღარი ან ნაწილაკი რომელიც უფრო მეტად ბევრად უფრო ნაკლებად შეიცავს აი იმ თქვათ ზომას იმ ენერგიას მაგრამ ეს ენერგია არ იკარგება მაგრამ აი ამ თქვათ ენერგიის გამოყენება უკვე დაკავშირებულია იმ ნაწილაკთან ეს ნაწილაკი რა ზომის იქნება რაც უფრო პატარა ნაწილაკი უფრო ესე ვთქვათ ცრილი ტალღა იქნება ამაზე დამოკიდებული კი აუცილებლად ну მე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი რომ ატომში ელექტრონებს და ბირთვის შორის წამის 1/4-ში ტალღები არის 10-50 ხარისში. ამდენი მოლეკულა საქართველოში არის. და ეს ხდება ნებისმიერ ატომში და აი ამ ტალღეს, რადგან ისინი არსებობენ, თავისი დატვირთვა. ყველას თავის ჭკუა კიდე ამ ტალღებს, ხო? აუცილებლად. და აი ეს რო შევცვალოთ აი ამ ტალღების თქვა სიძლიერე, ზომა ის სხვა პროცესებს გამოიწვევს. იგივე ხდება თქვა უჯერდის დონეზე. და ჩვენ აი იმ თქვა საშუალებით რაც მივეცით აი ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ნებისმიერ ტალღას, ნებისმიერ ენერგიას, რადგანაც ის მოქმედი არის და კონკრეტულად ცვლის რაღაცას, მიყვება ინფორმაცია. და შევცვალეთ ინფორმაცია, მივეცით სხვა ინფორმაცია და გაიზარდა ეს პამიდორი. სინამდვილეში ჩვენ რა ინფორმაცია მივაწოდეთ? ჩავერთეთ ის მექანიზმები, რასაც მიმდინარეობდა, ну, 100 წლის უკან პამიდორში. ეცაც არ იყო ესეთი თქვა პროცესი. ეხლა თქვენ სასწაულს ვერ მოახდეთ, მაგრამ ამ ბერძენს საერთოდ გამოგგზავნეთ საბერძნეთში ცხოვრებ ქართველს, უნდა გარკვეული პასუხი მივცეთ აქედან და ამ ეტაპზე შეუძლებელია თქვენ რამე შეცვალოთ იქ, მაგრამ თუ თქვენ მოახერხებთ
ესე იგი და რამე ნაკვეთთან გაქვთ კავშირი შეგვიძლია მოგაწოდოთ წვეთები ხოლმე ვარიანტს შეიძლება მოგიარა იქ მოახერხოთ რომ მისცათ მშვენიერი ასე ვთქვათ მოსნეული და ბახჩეული აი ამის თქმა შეგვიძლია ამით დახმარება მე რამდენიმე კაცს მივეცი ეს საშუალება და ის იგივე პრიბალტიკაში განსხვავება მთავარია ეს თვითონ პროცედურა გაკეთდეს სწორად და მიიღებენ ეს ნიშნულობა აქვს რა სცენარი იქნება უშეცრებოდ უნდა გაკეთდეს ამას მნიშვნელობა რაღაც გარკვეული დადებით შედეგს მაგრამ თქვენ იცით რომ ყოფილა შემთხვევები როდესაც მე მიცე საშუალება ვიღაცას არასწორად გამოიყენა და ესე უარყოფითი კი არა просто შედეგი არ მიიღო უბრალოდ და აი ეს არის სხვაობა თორემ ამ საშუალებას ერთი და იგივე პროცესებს აკეთებს ნებისმიერ ადგილას ხო ერთი ჩემი ნაცნობის არ იყოს თქვენთან წამალი წაიღო და ახლა ამ სამაწეფა რა უნდა მიქნას ხო და გადაკრა კარგად კაცო და მე ეს მალე გამოელედა მე მით რა მალე გამიწევთ რამდენშენ არაფერს შეიძლება მეუთხარიებს ამ შეიძლება გახეთქო შუაზე ან რაღაცა საგადენიოს მეუთხარ ხო და მე არ ვიცი რა გაგილათო თქვენ და მის ურთიერთობა მაგრამ ანუ მამა წამალი გამოიყენა სხვა რაოდენობით და სხვა ასე ვთქვათ დოზით. ნუ აი ეს იგივე თემა არის ორგანიზმში, ნუ ესე ვთქვათ. დაავადება, რომელიც ნებისმიერ დაავადება არის შეიცავს ინფორმაციას. თავისთავად. და ეს ინფორმაცია, რომელიც ეს დაავადება შეიცავს, უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე. მაგრამ გააჩნია რაოდენობას ამ ინფორმაციის ზოგადად ეგ შეიძლება იყოს ვთქვათ 1 გრამი შეიძლება იყოს 5 გრამი და აქედან გამომდინარე წამალს რომელსაც თავისი ინფორმაცია აქვს და შედის შიგნით და უნდა მოერიოს იმ ინფორმაციას გამოაგდეს იმდენი ჭირდება რასაც უწევი კი ეს 1 კვირა ჭირდება თუ 1 თვე 1 წვეთი ჭირდება თუ 10 წვეთი ეს თვითონ უკვე დრო განახებს და პრაქტიკა და ეხლა მე ამდენი წლის განმავლობაში რომ მუშაობ ვიცი უკვე მეახლოვით რა დოზირებით უნდა მივაწოდო პაციენტს მაგრამ არსებობს შემთხვევები როდესაც ამ დოზირებას ვცლი ან ვაკლებ ან ვუმატებ და ეს გააჩნია ეს უარყოფითის დავარქვათ მაგას უარყოფითიანში უარყოფითი ენერგია არის რამდენად დაგროვილია სხეულში რომ ეს ენერგია გამოვიდეს გარეთ და ამ ენერგიასთან ერთად გამოვა დაავადება და ერთ შეკითხვა და ბოლოსთან დავასრულებ ჩვენს მოდერაციას ნარკომანია ჩვენ ამ შესაძლებლად ვისაუბრია მაგრამ კონკრეტული მაგალითი უნდა გითხრათ თქვენ ესე იგი როგორც ამბობენ ოჯახის პროსები ახალგაზრდა კაცია 23 წლის და 3 წელია უკვე ესე იგი ჩათრეულია ყველაფერი ამ წამის გარშე აღაშეული არსება მოიყვანო თორა თქვენთან და შეგიძლიათ რომ ამასთან საუბარი თუ ნარკომანს სურვილი აქვს ნამდვილად მოიყვანა და შედეგი იქნება. აი ისევ ენერგიასთან ბრუნდებით და ფსიქიკასთან ბრუნდებით. ის უარყოფითი რაც თქვა დაგროვილია აი ამ ნარკომანიის დროს მე შეიძლება თქვა გავანეიტრალო და ადამიანს ვისაც ესე თქვა ფსიქიკური დამოკიდებულება აქვს რომელიც ისევ იმალება მე ვსაუბრობ ტელეფონთან ახალგაზრდას თვითონ ამთარი სულხეთ ჩათრეულ ნაკომის მითხრა რატომ უნდა ვიყო ცუდად როცა შემიძლია ვიყო კარგად ესე ამას კარგად ყოფნა გონი ყველაფერი და ამას როგორ მოაგვარებ თქვენ სულ იმას არ აქვს როგორც ეთქობა მაგრამ იქამდე მოიყვან გავკოჭად და მოიყვან არა სურვილი თუ არის არაფერი შედეგი არ გვიქნება ნამდვილად ის მაინც თავის ესე თქვათ რაც უკვე შეიძლება იზოლებით ცელობები რო არის და ამას შედეგი არ აქვს არ იქნება შედეგი თვითონ უნდა კონდეს სურვილი ისეთ ხო მე შეიძლება ზოგადად ადამიანს მივაწოდო რაღაც გარკვეული საშუალება რომელიც ფსიქოლოგიურად ხედავს რომ ეს უარყოფითად მოქმედებს მაგაზე, მაგრამ მიჩვევიდან გამომდინარე მიჩვე ამ პრობლემას თუ ის ამ წამალს და ვერ ჩერდება, მაგრამ სურვილი აქვს. იზახის რომ მე ლომკები დამეწევრა, ამის მოხსნა თქვენ შეგიძლიათ იმის გარეშე? იმის გარეშე რომ ის არ გაიკეთოს საკეთებს? კი, როგორ არა. ლომკის გარეშე. კი, პატარა ალბათ დრო დაჭირდება, მთლიანად ეს ლომკა გადაუღოს.
ანუ ესე ისე ხო ენერგეტიკასთან ბრუნდებით. კი, რა თქმა უნდა. თავარია ძალიან ესეთი კარგი ოჯახია და ეს შვილი ასეთ ძალიან რთულია ის. დღეს სამწუხაროდ ეს მოდა არის ახალგაზრდებში, რომ უყურებს გვერდზე ვიღაცა თქვა რაღაცა გარკვეულ წამალს იკეთებს და ითვლება კაი ბიჭად, რასაც უნდა რომ გახდეს კაი ბიჭი. ესე იგი არაფერი დაკარგული არ არის, ჩემო მეგობრებო, მაგრამ ძალიან ბატონი გია და კარგი იქნება თუ თქვენ პირადად შეხვდებით მშობლები და დაელაპარაკებით უფრო ახლა არის აქ ისეთ ნიუანსი, რასაც ვერ იცით, ხო, სახალხოდ. აი ეს მინდა მეკითხა ბატონო გია საბოლოოდ ჩვენი თავარია სურვილი გქონდეთ ამ შემთხვევაში. ღმერთმა მშვიდობა ქნას, მინდა დაამშვიდობო ჩვენს ტელემაყურებლებს, დაამთავრო ჩვენი დღევანდელი გადაცემა და მომავალ წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით და მომავალ შეხვედრამდე. გაგზავნებოდით.